ამას წინ ვიდექი ერთ-ერთ სუპერმარკეტში რიგში და მესმის ჩემს უკან საუბარი. ორი ქალბატონი საუბრობს და ერთი ეკითხება მეორეს, რომ ხომ არ იცით თუ აი მოწამეულიაო ჩემი შვილიო და რომელი უფრო კარგი იქნება სამკურნალოდ რო ვიყიდო პეპსიკოლა თუ კოკაკოლაო. მეორე ქალბატონი ეუბნება, იცით რაო, ჩემი შვილიო ესე რო იყო, ექიმაო კოკაკოლა დაუნიშნაო. შოკირებული ვარ ამ ინფორმაციით, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ ექიმა დანიშნოს სამკურნალოდ კოკაკოლა ან პეპსიკოლა. დავიწერეთ კომენტარში, გქონიათ თუ არა თქვენ ასეთი შემთხვევა და რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. ამ ვიდეოს წერ იმათ საპასუხოდ, ვინც კოკაკოლასთან დაკავშირებულ ჩემს ვიდეოში წერდა, რომ აბა თქვენ გითხარითო, რატომ არ უნდა დავლიოთ კოკაკოლაო. მეგობრებო, თქვენ რას დალებთ, ეს თქვენი პირადი გადასაწყვეტია, მე არავის არ ვაპირებ, რომ ჭკუა ვასწავლო, თუმცა როგორც მედიკოსი გეტყვით ერთ რაღაცას, რომ ზოგადად კბილის მიღება არ არის კარგი თქვენი ორგანიზმისთვის და მით უმეტეს კბილის სასმელების მიღება. და ვინც ამას აკეთებთ, არ გაგიკვირდეთ, რომ 40 წლის შემდეგ კივაც სახსრები ყველა მეორეს აქვს ონკოლოგია და დიაბეტი. ნუ გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ რასაც თქვენ იღებთ, იმას გპასუხობთ თქვენი ორგანიზმი. ამიტომ თუ იმ წუთას თქვენ უკეთესად გახდით იმ სასმელის დალევით, რის ხარჯზე მოხდა ეს, თქვენ არ იცით და როგორ ზიანს აყენებთ თქვენს ორგანიზმს, ისიც ვერ წარმოგიდგენიათ და მე მგონი უკვე ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ტკბილი არავისთვის კარგი არ არის და არავისზე კარგად არ მოქმედებს. საერთოდ რომ არ ჩაუღრმავდეთ სამედიცინო საკითხს ამ თემასთან დაკავშირებით, ეს უკვე ისედაც ყველასთვის ცნობილია და რაც არ უნდა დაწეროთ თქვენ ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარში, ეს მაინც არ შეიცვლება. დამიწერეთ კომენტარში თუ ეთანხმებით ჩემს მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით.